მოგესალმებით, მოგიოცავთ დღევანდელ დღეს, გავალბზობას და გვასწევს ღმერთმა. მადლობლები ქრისტიანები, ქართველები და მოკლედ მინდა გითხრათ დღევანდელი დღის შესახებ. დღეს ძალიან დიდი დღე გვაქვს, ანუ მონადირეები ესე ვთვლი და ზოგადად ის ხალხი, ვისაც გვიყვარს ნადირობა, თოფთან ურთიერთობა, ბუნებასთან ურთიერთობა, ძაღლებთან ურთიერთობა, ვატარებთ შუხატაურში ძაღლების გამოფენას. მონადირეთა ჯგუფი ძამა უწევს ამ ყველაფერს ორგანიზებას. არის ჩვენი მეგობრები აჭარიდან, ბათუმიდან, არიან სამტრედიიდან, რომლებმაც საპრიზოთი გვეხმარებიან, რომ ამ ძაღლებს ცოტა სტიმული რომ მივცეთ, ანუ პატრონებს საომავლოდ კიდევ უფრო მეტი ის კონდენ სტიმული რომ გამოიყვანონ ძაღლები და რაღაცები აკეთონ ამ სფეროში, რომ საქმე წავიდეს წინ. ეგ არის ამ ყველაფრის მიზანი რა, სხვა არაფერი, რომ ხელი შეუწყოთ მონადირე ძაღლების უფრო მეტად თუ დაიხვეწოს, მოხდეს კარგი სელექციები და უბრალოდ ვისურვებ ყველას მონადირეს, პირველ რიგში ნადირო ძაღლით. ამასავარია, სადაც ძაღლი არაა, მე პირადად ჩემი მოგზაურებული აზრია, რომ მე იმას ნადირობად არ ვთვლი და მინდა რომ ზოგადად ძაღლით ნადირობა საქართველოში ჩამოყალიბდეს და ყველა მონადირეს ყავდეს ისეთი ძაღლი, როგორც შეესაბამება შესაბამის ნადირობას. გაიხარეთ წარმატებებს და რა ვიცი, ყველაფერი კარგი ქონოდეს მონადირეებს. მეც გილოცავ დღევანდელ დღეს მიხარია თბილისთან ჩამოვედი და პირველ რიგში მინდა თქვენი გაცნობა და ერთ შეკითხვას, რამოდენიმე კითხვას დაგისვავთ. თქვენი ჯგუფთან დაკავშირებით რა, სოციალურ ქსელში ბევრი მესმის და მინდოდა პირადად გამეცანით და ამასთან დაკავშირებით ორი სიტყვით რო გითხრათ, რას აკეთებთ, რას გეგმავთ, სად ხართ, სად მიდიხართ და რა არის თქვენი გეგმა? მოგახსენებთ. მადლობა მასპინძლობისთვის პირველ რიგში მადლობა სტუმრობისათვის. სამოსლისათვის მოკლედ რამდენიმე მეგობარმა მოვიყარეთ თავი რამდენიმე წლის უკან და გადავწყვიტეთ რომ ქონოდა რაღაცა ანუ გაერთიანებასავით, რაღაცა ჯგუფივით, სადაც თავს მოვიყრიდით მონადირეები, ბუნების მოყვარულები, ძაღლების მოყვარულები და შევქმნით რაღაცას ერთობას. და ახლა მოგეხსენებათ სოციალური ქსელი დღევანდელ პირობებში ამისათვის ერთ-ერთი წარმატებული რამე, ანუ წარმატებით ხდება მან ამ ყველაფრის თავის მოყრა და გადავწყვიტეთ შეგვექმნათ ჯგუფი სახელად როგორც გურულებმა და ვარქვით ზამა. შემოვიკრიბეთ ირგვლივ ჩვენნაირი აზროვნების ადამიანები და თავიდან დავიწყეთ ქველმოქმედებით, ძალიან ბევრი ქველმოქმედება აქვს ჯგუფს გაკეთებული დაახლოებით 100-130 ოჯახში ვართ გამყოფები. ვეხმარებოდით გაჭირებულებს, საათით, ნუ ეს ელემენტარულად რომ მოგახსენოთ ჯგუფის შესახებ. ასევე ვატარებთ ლიცენზირებულ ნადირობას მტაცებელზე, ხშირად მტაცებელს, კი მართალია არ მოწონთ ბევრი ცხოველთა მოყვარულს. ჩვენი აქტივობები, მაგრამ მოითხოვს ბუნება და ალბათ დამეთანხმება ბევრი რომ ბუნებიდან მაქსიმალურად უნდა მოვიღოთ ის მტაცებელი, რაც იმ კეთილშობილ უნივერსალურ ცხოველს უშლის გამრავლებაში ხელს რა. და მოკლედ ძამა არის ერთობა, სიყვარულის, მაგაცობის და ურთიერთობის რა, ის შემიძლია. გაიხარეთ, მადლობა რომ გამომიყავით და გაიხარე, შემოგვიყვანეთ, წარმატებებს გისურვებთ. კარგად.